პარტია ქართულ ოცნებაში პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგი იწყება, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. მოგესალმებით. გრძელდება საინფორმაციო თავდასხმა საქართველოს ადგილთვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც არის ჩანს უკვე არის კოორდინირებული პარტიულ მედიას, NGO-ებსა და უცხოელ აქტორებს შორის. თუმცა კარგიერობს სწრაფად რეაგირებს როგორც CESCO, ასევე ჩვენ ვცდილობთ რომ სწრაფად ქონდეს რეაქცია იმისთვის რომ ყველა დეზინფორმაცია ვამხილოთ. პირველი შეეხება ხაშურს, სადაც გავრცელდა ვიდეო თითქოს დღეს არჩევნების დროს ხდება დარიგება გარკვეული რაღაც სარგებლის და შევეცადეთ რომ გაგვერკვია ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში გაირკვა რომ ეს ვიდეო გადაღებული არის გუშინ და ტელევიზია, პარტიული მედია და ზოგიერთი NGO ცდილობს რომ ის გაასაღონ როგორც დღევანდელი ვიდეო, სინამდვილეში გადაღებული არის გუშინ და საუბარი არის სააგიტაციო მასალის დარიგებაზე და სხვა არაფერზე. შემდეგი ახალციხე მეოთხე უბანი, სადაც ასევე პარტიული მედიის მიერ გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ადგილი ჰქონდა ხმის მიცემის კონტროლს, სინამდვილეში საქმე ეხებოდა ამ მომრჩევას, რომელსაც აქვს დაქვეითებული მხედველობა და მან ითხოვა დახმარება და გაუწიეს დახმარება ბიულეტენის შევსებისას, მათ შორის სხვა შორის ვიდეოშიც კარგად ჩანს, რომ ადამიანს უჭირს მხედველობა, ახლოდან ავსებს ბიულეტენს და გარჩევადობა რთული არის. ესეც დეზინფორმაცია, რომელიც მხილებული იქნა. შემდეგი რაც შეეხება დარღვევებს, გორში მეხუთე უბანზე ლელოს წარმომადგენელი პირდაპირ უბრის ტერიტორიაზე ეწეოდა საარჩევნო აგიტაციას, მათ შორის მედიის მონაწილეობით, ასე რა თქმა უნდა ამ საკითხთან დაკავშირებითაც საჩივარი დაიწერება. შემდეგი საკითხი ეხება ლელოს მიერ დადგმულ კამერებს, რაც საერთოდ კურიოზი არის. პირველი, ჩვენ ნახეთ საჩივარი ლელოსი 2024 წლის, სადაც ის ითხოვს უბნების გაუქმებას, მათ შორის ერთ-ერთ არგუმენტად მოტანილი აქვს ფარულობის დარღვევა კამერების მეშვეობით და ზუსტად ის, რასაც ლელო 2024 წელს ასარჩივრებდა და უბნის გაუქმებას, შედეგების გაუქმებას ითხოვდა 2025 წელს აკეთებს თავად. თან აკეთებს თავად უფრო უხეშად. კერძოდ აღმოჩნდა, რომ ამ კამერებს აქვს ხმის ჩამწერი ფუნქცია, რაც არის კანონის დარღვევა, თუმცა და რაც მათ შორის აღიარა ლელოს წარმომადგენელმა, შედგენილი არის უბანზე ოქმი, რომელშიც აისახა, რომ ლელო აღიარებს, რომ ამ კამერებს აქვს ხმის ჩამწერი შესაძლებლობა. მე შეგახსენებთ, რომ 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, მაშინ ზოგიერთ უცხოეთიდან დაფინანსებულ NGO-ს ჰქონდა პრეტენზია ქართული ოცნების კამერებთან დაკავშირებით, წელს ასეთი პრეტენზია არ მოგვისმენია არავისგან. ჩვენც არ გვაქვს პრინციპში პრეტენზია და კი ბატონო, კამერები დგას, თუმცა ხმის ჩაწერა აკრძალულია კანონით. მე მინდა ასევე დავამშვიდო ლელოს წევრები, არავინ მათ ხელს არ უშლის და არც ვიცხოვთ ჩვენ რომ კამერები მოხსნან იქიდან, თუმცა საჩივრები რა თქმა უნდა დაიწერება იმისთვის რომ შემდეგ იქნას განხილული მათი ქმედებები. თუმცა გქონდეთ ეს კამერები, კი ბატონო, ჩაიწერონ რაც უნდა და თავისი თვალით ნახონ როგორ მარცხდებიან არჩევნებზე. საინფორმაციო თავდასხმა ასევე მიმდინარეობს ინგლისურენოვან სოციალურ პლატფორმებზე, კერძოდ X-ზე, ყოფილ Twitter-ზე, სადაც პარტიული NGO და მათ შორის უცხოელი აქტორები ჩართული არიან ქართული არჩევნების დისკრედიტაციაში. მათ შორის მარიკა მიქიაშვილი, დროას წევრი, რომელიც ავრცელებს ყალბ ინფორმაციას, თითქოს კარუსელების შესახებ და ასე შემდეგ. აქვე გეტყვით, რომ არანაირი ფაქტი მოყვანილი არ აქვს, უბრალოდ წერს, რომ აი კარუსელები ხორციელდება თითქოს. მეორე პუბლიკა, უცხოეთიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული მედია, რომელიც ავრცელებს ყალბ ინფორმაციას იგორ ნარმანიასთან დაკავშირებით, ანუ ეს უკვე ყველა მიხვდა, რომ ჩვეულებრივი აფერა იყო, რომელიც იგორ ნარმანიამ და რამდენიმე ახალგაზრდა ნაცმა ჩაიდინა, გუშინ დადგეს სპექტაკლი აბსოლუტურად საქართველოს მოსახლეობის თვალწინ და ასე ურცხვად აფერისტულად პირდაპირ ცდილობდნენ საკუთარი თავის დაზარალებულად წარმოჩენა და ამ ყველაფერს დღეს, ეს არ არის გუშინდელი ინფორმაცია, ეს არის დღეს რამდენიმე წუთის წინ პროპაგანდისტული მედია პუბლიკას მიერ, რომელიც ბრიუსელიდან ფინანსდება, გავრცელებული დეზინფორმაცია, რათა უცხოელი მკითხველი შეიყვანოს შეცდომაში. და რაც თავარია ჩართული არიან და გამოჩნდა პირდაპირ უკვე, რომ ეს არის სულად კოორდინირებული მათ შორის უცხოელ აქტორებთან, რომლებიც ფარველობენ რადიკალებს საქართველოში
და წარმოგიდგენთ X-ზე განთავსებულ პოსტს პოლონელი ევროპარლამენტარის, რომელიც არის ევროპული სახალხო პარტიის წევრი, იცით რომ ეს გახლავთ ნაციონალური მოძრაობის მფარველი პარტია, კრიშტოფ ბრეიჟა, თუ სწორედ გამოვთქვა მის სახელს და გვარს, რომელიც ამბობს, რომ ეს არის რუსული ოპერაცია, რომელიც საქართველოში ტარდება. აი ეს არის ზუსტად, რაზეც ჩვენ საუბრობდით, უცხოური ჩარევა ქართულ არჩევნებში, როდესაც გვესმის ხოლმე შეფასებები სხვადასხვა ჩარევაზე, აი ეხლა ჩვენ პირდაპირ ეთერში ვაკვირდებით ევროპიდან, როგორ ერევიან ქართულ არჩევნებში პოლონელი თუ სხვა პოლიტიკოსები და რა თქმა უნდა ჩვენ ამაზე ყველაფერზე გვექნება შემდეგ უკვე შემაჯამებელი მსჯელობა იმისთვის რომ შევაფასოთ ამ ჩარევის ხარისხი და მნიშვნელობა. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა თავისი კურიოზებით მოყვება და ფიქრობ ეს არჩევნები იმდენად თავს იჩენს ხაზარაძის ტელევიზია რომ ამ საარჩევნო კურიოზები მე მგონი ცალკე შესაკრები იქნება. დღეს მთელი დღეა TV პირველი ხაზარაძის ტელევიზია ცდილობს რომ რაღაცა სკანდალები ააგოროს, თუმცა მე მგონი საკუთარ თავს დასაცინად იქმნიან. ერთ-ერთ ინტერვიუში მარცხნიდან რომ მოუყვეთ TV პირველი ასაკოვან მოქალაქეს ეკითხება ვინ გთხოვათ რომ ასე გამოპრანჭული ყოფილიყავით დილიდან, ეს არის მთელი ინტერვიუს არსი, რომ ეკითხება გამოპრანჭული რატომ არის ადამიანი. მეორე ქვემოთ გახლავთ TV პირველი საგარეჯოში პულმარილს რომ ეძებს და ნახა უბანზე რომ უბრის ტერიტორიაზე რომ იყო საკვები განთავსებული, მე შევახსენებ ყველა მოქალაქეებს და ეს არჩევნები ჩაივლის და რა თქმა უნდა ჩვენ უკვე გადაუხადეთ მადლობა საარჩევნო ადმინისტრაციას, თუმცა წინ არის კიდე დიდი სამუშაო. საარჩევნო უბნების წევრები დაახლოებით 30 საათი მათ უწევთ იყვნენ უბანზე. დილით 6-ზე 7-ზე უკვე ყველა არის უბანზე საარჩევნო უბნის კომისიის წევრები და 8 საათზე მთავრდება იცით არჩევნები. დათვლა მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული იცით რომ ხელითაც ხდება დათვლა, ვინაიდან საბოლოო ოფიციალური შედეგები ხელით დათვლის შემდეგ ცხადდება, ასე რომ ღამის 2-3 საათამდე ყველა შემთხვევაში მოუწევთ იქ ყოფნა. 30 საათი ათასობით კომისიის წევრი დღეს არის დემოკრატიული პროცესის მონაწილე და არ ვიცი ხა თუ ხაზარაძე აშიმშილებს თავის ჟურნალისტებს, ხა ადამიანები თუ ზრუნავენ იმაზე, სხვა შორის ის განსხვავება ოპოზიციურ წევსა და არაოპოზიციურ წევსა და პროფესიულ წევსა და პარტიულ წევს შორის კომისიაში არ არის და როგორც ეს ადამიანური მომენტია, რა თქმა უნდა, ზრუნავენ იმისთვის, რომ დღის განმავლობაში უბნიდან გასვლა არ მოუწიოთ და ადგილზე კონდეთ შესაძლებლობა კვების. ასე რომ ესეც სამარცხვინო არის და ბოლო საკითხი კიდე რაც თვალში მოხვდა TV პირველის სიუჟეტი, სადაც წამყვანი აანონსებს, რა თქმა უნდა, დრამატული ტონით, რომ მოცნების წევრები მუხიანში დიდი ფულით გადაადგილდებიან და არიგებენ და შემდეგ ადგილზე, შემთხვევის ადგილზე გადასცემს თავის კორესპონდენტს სიტყვას, რომელსაც ყავს ოქროს მოწმე ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ამ კითხვაზე პასუხობს საბოლოო ჯამში, რომ ფული არ უნახავს, არც გადაცემა უხრავს და ხელით აჩვენებს, აი ასეთი საფულე ეჭირა და შიგნით ფული იქნებოდა სხვა რა უნდა ყოფილიყო. აი ასეთ დონეზე დაეცა ხაზარაძე რომ არათუ ჟურნალისტურ ეთიკას გადააბიჯებინა მისი ტელევიზიის ყველა წევრს, არამედ საერთოდ უკვე სასაცილო კურიოზები არის და ბოლო ამ არჩევნებზე ჩვენ გვყავს ახალი პერსონაჟი, გახსოვთ წინ არჩევნებზე თენგო რომელიც პარტია ახალისგან იყო, თენგო თევზაძე, რომელიც ცნობილი იყო იმით, რომ თენგოს უნდა ეთქვა ჩვენთვის როგორ გაყავდა არჩევნები, როდესაც მას გვარამიამ სიტყვა დაუთმო და მან ერთი სიტყვა რო ვერ ამოღერღა ამასთან დაკავშირებით და დღემდე ველოდებით თენგოსგან არჩევნების გაყალბების მტკიცებას. წელს ეს საპატიო ფუნქცია დაიკისა როგორც ჩანს თაზო დათუნაშვილს, რომელიც თავისი ჩვეული, უпростоეთ თენგოს ჩვეული ტონალობით, ასე ვთქვათ, გამოდის და ბრაზობს რატომღაც ტელევიზიაში და ეს ბრაზის ტექსტი ამოვიწერეთ კიდევაც, იმიტომ რომ დარჩეს. საუბრობს იმაზე, რომ კამერებს აზიანებენ თითქოს ვინმე მათ კამერას თბილისში და უცნაურ საჩივრებს წერენ, ოღონდ არ გადავიღოთო და ახსენი რაშიც არის საქმე, თავად აქვს საჩივარი დაწერილი შარშან და ითხოვდნენ უბნების გაუქმებას კამერების გამო. ჩვენ არაფრის გაუქმებას არ ვითხოვთ, დავწერეთ საჩივარი იმასთან დაკავშირებით, რომ ხმას იწერს და ხმის ჩაწერა არ შეიძლება და მათ შორის არც გატანას არ ვთხოვთ ამ კამერებისა. იყოს საკუთარი უბედურება თვითონვე ჩაწერონ და შეინახონ შემდეგ ისტორიისთვის რომ გქონდეთ. და თითქოს საჩივრებია დაწერილი და საარჩევნო კომისიის ყაჩაღებს აქვთ გაცემული ბრძანება და კალანდარიშვილი ყაჩაღის თამადობით რა ხდება მიღება, ნუ სასაცილოა, ელექტრონულად ხდება წარდგენა
წარდგენა ელექტრონულ პორტალზე ხდება პირდაპირ ატვირთვა საჩივრების მისი მხრიდან ვინც საჩივარს წერს, ესეც სისულელი და ტყუილი და რა თქმა უნდა ახლა ტიპური ჩამონათვალი გააკეთოს, კარუსელები თითქოს არის, განზრახ გაფუჭება აპარატის და ფულის დარიგება. რა თქმა უნდა არც ერთ ამაზე არ აქვს არანაირი მტკიცებულება, ასე რომ თაზო ვფიქრობ ამ თუ კი წინა არჩევნებში თენგო იყო არჩევნების მთავარი პერსონაჟი, ამ არჩევნებში მთავარი ანტიგმირი და ასე ვთქვათ შარჟი პერსონაჟად დარჩება ბატონი თაზო დათუნაშვილი. მადლობთ. უნდა გკითხოთ ლელოსთან დაკავშირებით თქვენ დეზინფორმაციის კამპანიაზე ისაუბრეთ და ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ ლელოს პარტიაში მასტავებენ წევრები, ხო? ვრცელდება ამაზე ინფორმაცია. რა პროცესი მიდის ახლა პარტიაში, თქვენ როგორ შეაფასებდით ამას? ხედავთ რომ მთელი დღის განმავლობაში პანიკა არის ლელოში, ხედავთ რომ მისი ტელევიზია ცდილობს რაღაცა მოძებნოს, რაღაცა გამოიგონოს და არათუ ვერ მოძებნეს რაიმე. ვერც გამოიგონეს ისეთი რამე და ზუსტად აი ეს სიუჟეტები ამისი მაგალითია რომ გამოგონებაც კი არ შეუძლიათ ისეთი რაიმესი, რაც არ ვიცი, რა მიუთითებს მნიშვნელოვან რამე დარღვევაზე ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ხედავენ მისი წევრები რომ თაღლითების მიერ შექმნილი თაღლითური პარტია პარტიის კიდევ ერთი თაღლითობის მონაწილეები გახდნენ. რომ რა თქმა უნდა მათ ასეთ პირობებში წარმატების არანაირი შანსი არ აქვს, როდესაც ასეთი ტიპის პარტია არის თაღლითობაზე დაფუძნებული და განცხადებები როგორც ნახე, მათ შორის ის რომ დილით არჩევნები და საღამოს დამხობაო, როგორც ჩანს ხედავენ რომ ამ დამხობას ასე ადვილად არავინ არ გაუტარებს და არავინ არ შეხედავს და კარგია თუ კი დროზე მოვა ყველა გონს და გაემიჯნება ყოველგვარ ძალადობას. ასე რომ არ ვიცი ინდივიდუალური შემთხვევები რა არის, თუმცა აქამდე რა უნდა და საერთოდ რა უნდა და პატიოსან ადამიანს თაღლითების პარტიაში ეს სხვა საკითხია. დღეს არის კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ კიდევ ერთხელ თვალი გაუსწორონ იმ თაღლითობას, რომელშიც ჩაითრია მამუკა ხაზარაძემ მისი პარტიის წევრები და თუ კი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მხოლოდ მისასალმებელი. ბატონ შალვა, მეკითხავთ უცხოელ დამკვირვებლებთან დაკავშირებით, ისინი პირველ შეფასებებს უკვე აკეთებენ, საუბრობენ იმაზე, რომ თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი, რომ ყველაფერი წესრიგში არ მალავენ, თავიანთ აღფრთოვანებას შეიძლება ასე ითქვას. პარალელურად გვესმის აი სწორედ ამ უცხოელი დამკვირვებლების დისკრედიტაციის მცდელობა. როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ესე შინიათ დამკვირვებლების შეფასების საბოლოო თუ რასთან გვაქვს საქმე? იწუნებენ ქვეყნებს, საიდანაც არიან ჩამოსულები მაგალითად. უპირველეს ყოვლისა თავარი რამე უნდა ვთქვათ, რომ თავარი დამკვირვებლები არჩევნებისა ვართ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები. ჩვენ მივდივართ არჩევნებზე, ჩვენ ხედავთ რა ხდება, ასე რომ უპირველეს ყოვლისა საქართველოს მოქალაქეები არიან, ვინც ხედავენ რამდენად გამართულად მიმდინარეობს არჩევნები. დროის ნახევარზე მეტი უკვე გავიდა, 7 საათია უკვე გასული არჩევნების დაწყებიდან, 5 საათი არის დარჩენილი და ვხედავთ რომ აბსოლუტურად ორგანიზებული, სხვა შორის აქედანვე მინდა მე დიდი მადლობა უთხრა საარჩევნო კომისიებს, აბსოლუტურად გამართულად, ამ მომრჩეველზე ორიენტირებულად, ორგანიზებულად მიმდინარეობს არჩევნები და შესაბამისად, რა თქმა უნდა, პირველი მოწმეები და დამკვირვებლები ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ, რომელიც ამ ყველაფერს ვხედავთ. და რაც შეეხება რადიკალების კომენტარს და პარტიული მედიების კომენტარს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის დამკვირვებლებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მათი მცდელობა არის დისკრედიტაცია არჩევნების საბოტაჟის მიზნით. ჩვენ ვართ საინფორმაციო შტურმის მოწმე, თქვენ როგორც ჟურნალისტებს პრინციპში უნდა გაინტერესებდეთ და მე ალბათ საინტერესო იქნება თქვენთვის, რომ გუშინდელი და დღევანდელი დღე შემდეგ აიღოთ, გაანალიზოთ და იქნება კარგი სახელმძღვანელო, როგორ ხდება ჰიბრიდული ტაქტიკებით საარჩევნებზე თავდასხმა. იქნება ჩვეულებრივ კარგი სახელმძღვანელო, როგორ მოქმედებენ ჰიბრიდული ტაქტიკებით. ასე რომ ესეც ამის ნაწილი არის, ასე ვთქვათ, დისკრედიტაცია აქტორების, მოქმედი პირების იმისთვის, რომ მიაღწიონ არჩევნების საბოტაჟის მიზანს. მათ შორის ნახეთ ჩვენ რომ ჩართული ხავთ უცხოელები ამ ყველაფერში და არ დაგვავიწყოს ევროპარლამენტის წევრი პოლონელი ადამიანი ჩართულია ჩვეულებრივად ჰიბრიდულ ტაქტიკაში საარჩევნო პროცესზე თავდასხმის.
ბატონ შალვა, მე გითხავთ აქტივობასთან დაკავშირებით, ბოლო მონაცემებით 17%-ს აჭარბებს, შეიძლება ახლა განახლდა, მაგრამ როგორი მაჩვენებელია ეს რეალურად ძირედით ნაკლებია, როცა ვნახეთ 2021 წლის არჩევნებთან მიმართებით, თუმცა აი ამ დროის ამ მონაკვეთისთვის როგორია ეს? 2021 წლის არჩევნები იცით, რომ თავის დროზე გამოცხადდა როგორც რეფერენდუმი და ეს ფაქტობრივად ჩატარდა როგორც საპარლამენტო არჩევნები, ამიტომ საპარლამენტო არჩევნების ხარისხის აქტივობა იყო და რა თქმა უნდა რთული შედება, თუმცა ჩვენ ნახეთ, რომ 10 საათის მონაცემებით 2021 წლის აქტივობასაც კი აჭარბებდა, ასე რომ ეს თავისთავად მიღწევა იყო ჩანს, რომ მოქალაქეები იმდენად მოტივირებული არიან, რომ მისცენ არჩევნებში ხმა, რომ ყველა ცდილობს, ასე ვთქვათ, დროულად მოიხადოს თავისი მოქალაქეობრივი ვალი. რაც შეეხება აქტივობას 2025 წელს, ვხედავთ ჩვენ 2014-17 წელს რეგულარული თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით არის უფრო აქტიური მათ შორის, უფრო მაღალი აქტივობა. ვფიქრობ, რომ ამ ფარგლებში იქნება სტანდარტული აქტივობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და ეს იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ რამდენად სწორად აზროვნებს ჩვენი მოქალაქეები და რომ ჩვენი მოქალაქეები დაანან დემოკრატიის და არა საბოტაჟის თუ ძალადობის მხარეს. აი კამერებზე რო საუბრობდით ლელოს კამერებზე თქვენ თვითონ რომ ეს არის კანონდარღვევა ხმისჩამწერი აპარატურის დამონტაჟება უბნებზე, მაგრამ ისიც თქვით რომ არაპირებთ ამას ხელი შეუშალოთ, მხოლოდ საჩივრებს დაწერთ. ეს რამდენად სწორია თუ ამბობთ რომ კანონდარღვევაა? რატომ არ ზრუნავთ იმაზე? საქმე რაშია რომ მოქალაქეების უფლებები განგრძობითად აღარ ირღვეოდეს, კი ბატონო. აქ არის საკითხი, რომელიც ეხება კამერების განთავსებას, ხმის ჩაწერას, როდესაც ხდება ზოგადად ყველა ადგილას კამერების განთავსება ხმის ჩაწერის ფუნქციით უნდა იყოს თანხმობა ან გაფრთხილება, მეგონი უფრო თანხმობაც უნდა იყოს. ამ შემთხვევაში უბნებზე ვინაიდან ტექნიკურად არც ცესკოს არასდროს არ ქონდა ალბათ ის ფიქრი რომ ვინმე ხმის ჩამწერ კამერებს განათავსებდა, იგულისხმებოდა ყოველთვის რომ არის ჩვეულებრივი ვიდეო ჩაწერა, გაფრთხილებაც არის ვიდეო ჩაწერაზე. მიუხედავად ამისა, ვნახეთ რომ ამ შემთხვევაში ხმის ჩაწერის ფუნქცია აქვს. ასე რომ მე როგორც ვიტყვი, რამდენიმე უბანზე თვითონ რეგულოს წარმომადგენელმა თქვა, რომ მაშინ გათიშა თუ არ ვწდები კამერა, არ არის ჩვენთვის არ არის პრობლემა. ცესკოსთვის და საარჩევნო კომისიისთვის რამდენად არის? ცალკე ამბავია, მაგრამ თუ ამბობთ რომ ეს კანონდარღვევა, თუ კანონით დადგენილი წესი არსებობს და ეს წესი ირღვევა, ანუ რა გამოდის ახლა არჩევნები მიმდინარეობს ისე რომ ამ არჩევნებში მონაწილე ადამიანების უფლებები ირღვევა? არა, ეს გულისხმობს იმას, რომ არის კამერები დაყენებული, რომელიც შეიძლება არ ჯდებოდეს ეს უბრალოდ ყოველისა ჩვენ ვასაჩივრებთ, რამდენად არის ეს კანონდარღვევა ან არის საბოლოო ჯამში გადაწყვეტს საარჩევნო კომისია, თუმცა ჩვენ ვასაჩივრებთ ამას, რომ ეს შეიძლება იყოს დარღვევა, მათ შორის მიმართავთ პერსონალ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, დანარჩენს ნახავთ ახლა, მაგრამ კიდე ერთი რა თქმა უნდა ჩვენ არ გვინდა წინასწარ განსაზღვრა არ იქნებოდა შესაძლებელი, ვთქვათ, ცესკოს ვერ გეტყვით ჩვენ მე ისიც არ ვიცი თვითონ ლელოს რამდენად გააზრებული და განზრახული ქონდა. მე უყურეთ მე ისიც არ ვიცი რამდენად განზრახული ან გამიზნული ქონდა რომ აუდიო ჩაწერა ქონდა, ისიც არ ვიცით აუდიო ჩაწერის ფუნქცია აქტივირებული არის თუ არა, უბრალოდ კამერის სპეციფიკაციიდან მივხვდით რომ შესაძლებელი იქნებოდა აუდიო ჩაწერა. ამქედან გამომდინარე ჩვენ დავწერეთ საჩივარი, თუმცა სწორედ იმიტომ რომ თაზო დათუნაშვილს შემდეგ ნერვები არ აიშალოს, ჩვენ არ ვითხოვთ ამ კამერების გათვას ამ შემთხვევაში. ვიცოდით რომ კამერების დაყენებას აპირებდა და მარტივად უნდა ყოფილიყო შესაძლებელი მის უზრუნველყოფა. არა, რა კამერა იქნებოდა, ხო ჩვენ რა ვიცით, ხა იმათ კამერებში ხო არც სესკომ სავარაუდოდ არ იცოდა, იმიტომ რომ ხა ტექნიკურ სპეციფიკაციას არც ჩვენ უთანხმობთ სესკოს იცით და ჩვენი კამერებიც არის განთავსებული. ერთას გითხავთ, როგორც ხვდებით, დაგეგმილი გაქვთ დღეს ერთგვარი ზეიმის მოწყობა, ხო? რატო ერთგვარი? კი ბატონო, ზეიმის მოწყობა გაქვთ დაგეგმილი პარტიის ეზოში, ოფისის ეზოში. რა მეტი გითხარით ამ გეგმის შესახებ, ვის ვნახავთ დღეს აქ, რა შემადგენლობა მოიხდის თავს? ქართული ოცნების წევრები იქნებით მხოლოდ თუ თქვენ? არაფერი წინასწარი გეგმები რა თქმა უნდა არ გვაქვს, არის ჩვეულებრივი საარჩევნო დღე, ჩვეულებრივი საარჩევნო დღეში რა თქმა უნდა გულისხმობს ასევე რომ ჩვენ დავალოდოთ არჩევნების შედეგებს და ჩვენი მოლოდინი არის რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებში პირველ ტურში გავიმარჯვებთ და უმრავლესობას დავაკომპლექტეთ საკრებულოებში, ასე რომ ჯერ ველოდებით, ჯერ არც არ აღნიშნავთ, როდესაც რამის აღნიშნავთ, თქვენ შეგატყობინებთ. ხო, მაგრამ მზადება გაქვთ უკვე დაწყებული მის მოლოდინით რომ ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ გამარჯვებისთვის. ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ გამარჯვებისთვის. როგორ აღნიშნავთ ამ გამარჯვებას შეგატყობინებთ. თქვენ ამტკიცებთ ბატონო შალვა და თქვენი პარტიის ლიდერები ამტკიცებთ რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა არის თქვენი პოლიტიკის მხარდამჭერი და თუ ეს ასეა და ამის დადასტურება იქნება დღევანდელი დღეს.
მეც როგორც თქვენ ამას ამტკიცებთ. Რატომ არ გადაწყვიტეთ რომ სწორედ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად აღნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება? Რატომ იკეტებით ისევ პარტიის ოფისში, რატომ არ ცდება ეზოს თქვენი ზეიმი? რატო არ ცდება, მით თქვა არ ცდება. თქვენ ფიქრობთ აშკარაა, რომ თქვენ მხოლოდ თქვენ მე მგონი ეზოში ვეხდებით რომ ეს არის მოხდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ასეთი ცენტრი ამ გამარჯვების აღნიშვნისა იქნება 64 სადაც მიდის არჩევნები ცალ-ცალკე. ეს არ არის ერთიანი არჩევნები და არ ვართ მარტო თბილისში, საქართველოს მაგრამ თბილისში ხართ მხოლოდ საკუთარი პარტიის ეზოში, ამაზე გიკითხებით. საქართველოს დიდი ტერიტორია და ყველა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არის არჩევნები და ყველგან ინდივიდუალური არჩევნები არის მერის და ხდება რა თქმა უნდა ამ გამარჯვებაზე ორიენტირება. მაგრამ თბილისში აღნიშნა რატომ გადაწყვიტეთ რომ მხოლოდ ეზოში უნდა თქვენ ახლა იმყოფებით ქართულ მე მგონი საქართველოს მოქალაქეებს რატომ არ ხვდებით მათთან ერთად რატომ არ იზიარებთ ამ გამარჯვებას თქვენ მე მგონი ვეხდებით ახლა იმყოფებით ქართული ოცნების პარტიის ცენტრალურ ოფისში სად უნდა ვიყოთ გარდა ქართული ოცნების პარტიის ცენტრალურ ოფისზე, ოდესაც მიმდინარეობს არჩევნები, ვაკვირდებით არჩევნებს. აღნიშნოთ გამარჯვება. მოკლედ, მაშინ ასე გეტყვით, თქვენ ნამდვილად არ შეგისახმებთ, სად აღნიშნოთ და როგორ აღნიშნოთ, არ შეუთანხმდებთ ხაზარაძეს, რადიკალებს საერთოდ არ შეუთანხმდებთ არაფერს და აქედან გამომდინარე, რა ვიცი, თქვენ გაგიხარდებათ თუ გეწყინებათ, არ ვიცი, ქართული ოცნების გამარჯვება, გეწყინებათ თუ გაგიხარდებათ. ივანიშვილს ელოდებით ადგილზე. თქვენ გეწყინებათ თუ გაგიხარდებათ ქართული ოცნების. თქვენ გეწყინებათ თუ გაგიხარდებათ. გასაგებია. კარგით, გისმენთ. ერთი კითხვა მაქვს გამარჯობა. ჩვენ ვიცით რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტია უცხადებს ბოიკოტს დღევანდელ არჩევნებს და ვიცით რომ ამ პარტიის ამომრჩეველი არ აპირებს საარჩევნო უბნებზე მისვლას საღამოს 8 საათამდე. მაშინ რითი აიხსნება ის ფაქტი რომ აქტივობა არის თითქმის იმდენივე რამდენიც იყო 2021 წელს. ლოგიკაში თითქოს უნდა ჯდებოდეს რომ აქტივობა უნდა იყოს გაცილებით უფრო ნაკლები ვიდრე იყო. სრულად ლოგიკური არის როგორც ხედავთ ჩვენ აქტივობის ტენდენციას. თქვენ ნახეთ რომ დილის 10 საათზე აქტივობა იყო 2021 წელზე მაღალი, შემდეგ 12 საათის მონაცემებით 2021 წელზე დაბალი, თუმცა 14-17 წელს უკვე სტანდარტულ აქტივობაზე ჩამოვიდა. ზუსტად ამაში არის ახსნა, რომ ჩვენი მხარდამჭერები მობილიზებული არიან იმისთვის, რომ დროულად მისცენ ხმა საარჩევნო უბნებზე, ასე რომ ეს არის ამორჩევლის მოტივაციის საკითხი არის ეს. დავალოდოთ საბოლოო შედეგები და ნახავთ, მე ვარაუდობთ, რომ იქნება თვითმმართველობის არჩევნების საშუალო მაჩვენებელი მოცემული, რაც თავისთავად ძალიან კარგი არის იმის პირობებში, რომ ორი პარტია, რომელმაც გადალახა საარჩევნო ბარიერი შარშან არჩევნებში, თავად არ მონაწილეობს და შესაბამისად თავის ამომრჩეველს მოუწოდებს, რომ მონაწილეობა არ მიიღოს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამოჩნდება, რომ მათმა ამომრჩეველმაც კი არ დაუჯერა. მადლობა.